ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმები ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართული და უცხოური შოუ-ბიზნესის სიახლეებით. თქვენ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. თეატრალურ სარდაფში პრემიერა შედგა. რეჟისორმა ნინო ლიპარტიანმა მარშალ ნორმანის პიესა ღამემშვიდობისა დედა დადგა. დედაშვილის როლით ნინო ხომასურიძემ და ნინო ლეჟავამ შეასრულეს. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ისედაც ყველაფერი შეგრჩება. არავის არ დაუვიკა. ვის არ დაუვიკა? ისე რა ვქნა. ვის დებით ესე როგორც ყოველთვის. მე შენ გახვალ შესვენახში და ოპა. თასურდაკის. ოთა მამა შენი ზრევარვალსა ჩეში. ესი ჩემია ჭესი. ამ სახლში ყველაფერი ჩემია. სახლი ჩემ სახელზეა. შენია დედა. ოთახში ჩავიდადები რომ არ დაგაპატიმო. Where was I? Oh, yes! Yes, sir, I saw your game today. You were good. დიდი ხანია ამ სპექტაკლზე ვმუშაობდი, მე საკურსო ნამუშევრად მაქვს დადგმული ინსტიტუტში და მე იმდენად მომწონდა ეს პიესა, რომ მენანებოდა, რომ ხაც კიდე მიუბრუნდი და რაღაცა ახალი ვარიანტი გავაკეთე ეს პროექციის ჩართვა და ეს უკვე შემდგომში მოხდა. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ნინას, იმიტომ რომ რო არა ნინა, ანუ ლეჟავა, შეიძლება სხვანაირად წამეყვანა ჩემი სახე და მე ძალიან მომწონს, რომ განსხვავებული დედა ვითამაში ჯინსების თაობისგან. არასოდეს დედაშვილი არ ყოფილვართ, მეგობრები ვართ, მაგრამ ესეთი სიტუაცია მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად ყველა პერიოდში ცხოვრებისა ყველა ოჯახში ხდება, ალბათ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვითმკვლელობით უნდა დაასრულონ ცხოვრება. არა მგონია, რაც არ უნდა იყოს მძიმე, მათი ურთიერთობა ყოველთვის არის გამოსავალი და შეიძლება ესეთი გამოსავალი იპოვა, რომ აი ესეთ სავალალო მდგომარეობით არ დასრულდეს. დოლოვას ეთერით ტურისტულმა სააგენტომ აფრამ ბულგარეთში ოქროს ქვიშებზე ერთკაციანი საგზური გაათამაშა, რომლის გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. Თან გამარჯვებას, ისეთი რეისები როგორც ჩვენ უკრაინაში მოხდება ჩარტერული ავიარეისები და ემუსერის მიერ, თქვენს მიერ არჩეულ. ესე იგი რეისები იქნება 1 ივლისიდან დაწყებული 30 აგვისტოს ჩათვლით, ჩარტერული ავიარეისები შესრულდება. დიდი მადლობა. ორჯერ მაქვს დარეკილი თუ არ ცდები და ერთხელ ერთად ვიმღერეთ პირდაპირ ეთერში. ის ვიმღერე რა. გავიმარჯვე. ბულგარეთში ერთი საგზური ხო მოვიგე. ხო და მეორე უნდა ვიყიდო რა. იმიტომ რომ მარტო არ გამიშვები. ტანატანა 18 ივნის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ბასტი ბუბუს კონცერტი გაიმართება. ჩვენ რეპეტიციას დავესწარით. თუ როგორ ემზადებიან ბასტი ბუბუელები კონცერტისათვის, ამას სიუჟეტიდან შევიტყობთ. Sorry.
როგორც იცით, კლუბ 16 რაუნდში ჯგუფი Viagra აპირებს სტუმრობას. გარდა ამისა, მათთან ერთად ისრაელიდან ჩამოსული 2 DJ-ი გამართავს კონცერტს. ამასთან დაკავშირებით კლუბ 16 რაუნდში პრეს-კონფერენცია გაიმართა. მოგესალმებით ყველას, უღმესი მადლობა მოგზაურობისთვის. ინფორმაციებს მოგეწოდებთ ყობა დავარაშვილი კლუბ 16 რაუნდის ხელმძღვანელი და პროექტის ორგანიზატორი. მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ Viagra უკვე 8 თვე არის რუსეთში girl bands რო ეძახიან ესეთ Viagra-ს ყველაზე მეტი ხანი Viagra-მ გასტანა ალა პუგაჩოვას შემდეგ ჩარტებში პირველ ადგილზე. საკმაოდ რთული იყო მათი დათანხმება საქართველოში ჩამოსვლაზე, მართლა განსხვავებით იმ სხვა არანაკლებ ცნობილი შემსრულებლებისგან, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ. არ ვიცი, მათ რაღაც განსაკუთრებული შიში ჰქონდათ ჩვენთან არსებული სიტუაციის. შემდეგ მივიღეთ, ასე ვთქვათ, სხვა განსხვავებული პირობები, რომლებსაც ისინი სტანდარტულად არ უგზავნიან იმ ქალაქებს, სადაც ისინი კონცერტებს ატარებენ. შემდეგ ჩვენ მივეცით მათ გარანტიები ამ პირობების შესრულების და ნუ როგორც იქნა დავითანხმეთ ისინი ამ კონცერტის ჩატარებაზე. რაც შეეხება სურპრიზს, ის მე ვფიქრობ, რომ ჩემთვისაც სურპრიზია, იმიტომ რომ მე ნამდვილად არაფერს არ ვმალავ. უბრალოდ იმათაც გითხრეს, რომ ჩვენ ამ კონცერტს არ გავაკეთებთ შრალს, არ ვიდგებით მიკროფონთან და არ ვიმღერებთ. რაღაცა მოხდება, მე არ ვიცი რა. ჩამოვიყვანეთ 2 DJ, 2 საკმაოდ სერიოზული და არა მარტო ისრაელში, არამედ მთელ მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული და პოპულარული ელექტრონული მუსიკის DJ-ები, DJ Avi და DJ Neriko, რომლებისთან ერთადაც მუშაობენ და ცალ-ცალკეც. ისინი თვენახევრის განმავლობაში დარჩებიან საქართველოში. ანუ ქართველი და უცხოელი DJ-ების რაღაც ერთგვარ სპარინგს დავარქმე. ეს 2 მუსიკოსი თვენახევრის განმავლობაში დარჩებიან. მიზანი მათი ჩამოყვანის არის არა მხოლოდ ის, რომ გაგვილამაზონ საღამოები, არამედ ისიც, რომ ის პოპულარული მუსიკა აჩვენ ხალხს, რაც მთელ მსოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ანტინარკოტიკული ღონისძიება და ერთვიანი საკმაოდ სერიოზული პრომოუშენი გაუკეთეთ ამ დღეს, სადაც ეს ხალხი ტელევიზიით თხოვდა მსმენელს, რომ ისინი მოსულიყვნენ, რა ვიცი, როგორ დავუქო, ფხიზელ მდგომარეობაში და პირდებოდნენ, რომ ის ხალხი მიიღებდა საკმაოდ დიდ სიამოვნებას ელექტრონული მუსიკის, მხოლოდ ელექტრონული მუსიკისგან ნარკოტიკების გარეშე. ჩვენ შეიძლება მოვაწყოთ მასტერ-კლასები, ანუ მამათმა თავიანთი შემოქმედება ანახონ და გადასცენ და ასწავლონ კიდე ჩვენ DJ-ებს და რაც შეეხება Viagra-ს საღამოს, Viagra-ს კონცერტის დამთავრებისთანავე ისინი გვპირდებიან, რომ სპეციალური პროგრამით წარსდგებიან მსმენელის წინაშე, რომ ხალხს კიდევ ერთი ლამაზი ჩვენება და საღამო აჩუქონ. 23-ში რა პროგრამით ვიქნებით, კიდე არ ვიცი ზუსტად, შეიძლება სპეციალურად პროგრამა მომზადოთ, ან ჩვეულებრივად ასე დავიწყოთ და ესე გავაგრძელებთ მუსიკით. შემდეგ ნახევარი საათი 40 წუთი ისინი დაუწყობენ ჟურნალისტებს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.